დილამშვიდობის ხალხო და ჯამაათნო იროზარა ხარ სადახა ვიბე კაცველოდებოდი დაიწყო აი მე დღევანდელი დღე იყო ჩემთვის რა ვიცი დიდი გამოწვევა დილი და ხო ერთი ის რომ აუცილებლად ბუდელნიკი მიყენია ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს 7:09 საათი ნახვეთია გახსენებაზე ძალიან ხوار დამაგვია და საიდან უნდა 9 საათი. ჩემ ბრალი არ არის მასშტაბებსა. ხო და 7:09-ზე მიყენია ბუდელნიკი. ფიროზანი სული იქნება უკვე. 15 წუთიანს რო გამოვყვე სახში ვერ ვასწრებ. და აი ხანახე რას მაგას ვამ. მაინც ვასწრებ ხადილით რა სანამ დისტრიბუტორები მოვლენ და რაღაცა ჩვენ ვალაგებს და სანამ კიდე უფროსი წაიღებ. ისე რომ 10 წუთი ისაა. ზოგა ქაქია. საკუთარ თავს რო ამართლებ თორე ხარ მაგას გაბართლება აქ. დღეს უნდა დასწრელი წამოვიყო და ამიტომ ეს ჩანთა წამოვა პროწიალი. 6 საათზე უნდა დავაყენო ბუდელნიკი. მიუხედავად იმისა, 7:09-ზე ვდგები, ის 9 საათიც რაღაცა. იმიტომ რომ საღამოთი რასაჭველიც არ უნდა გავაკეთო მე. აუაკ თამ ხა რომ გველი გდია სადღაცა. კარგად ააკუშტიო. ხო და რა ისიც არ უნდა გავაკეთო. საღამოთი დილით მაინც მჭირდება რამე საჭმლის გაკეთება. იმიტომ რომ არ აყოფნით. ხო რა. აუ ჭამინდა. ხო და დილაობით ყოველთვის ვაკეთებ ხო. და როგორ ვასწრებ, იცი აი გუშინ თუ დილანდელ ვიდეოში იქნება უფრო სწორად. ხო, მე და მერია ვეღარ ვიგებ რომელ ტელეფონში რომელი ვიდეო მქონდა. მეგონა რომ აღარ მქონდა მასალა. ბლოგისთვის. აუ გუშინ აქ ვიპოვე ჯოხი, ხა რო აღარ არის ჯოხი რა გავაკეთო, არა და საჭიროა ჯოხი. ვერ ვასწრებ ხოლმე და ვერა და ეგ რაღაცა უნდა შევიმუშაო. მე იქ ნინო კიმქათმებს უშვებს ხოლმე და რაღაცა, მაგრამ ინდაურებს სხვანაირი მიხედვა უნდა, თხა ცოტა ისეთები არიან. აზიზები და ზანტები. ხო და აი რაღაცა მომაკვდავი ჯოხი ვიპოვე. უბრალოდ ვიზუალურად ხო არის ჯოხი. დაინახავს, მაგრამ შეეშინდება. ხო და დილას მაგარის მომივიდა რა, ანუ მაგას ვამბობდი რომ აი მასტერშეფში როა, всё, დრო მოიწურა ხელები მაღლაო, აი ესე მომდის ხოლმე. დღეს საერთოდ საოცრება ამბავი მოდამემართა, ეგეთი რამე ცხოვრებაში არ მოსია. ესე იგი დავდგი 2 ტაფა. ცოტა ისეთი მაღალი ტაფები მაქვს, ისე რომ კერძსაც ვაკეთებ ხოლმე რა, აი კარგი არის, აი ქვაბიც არის და ტაფაც. ხო და სიზმარში ხედავ რომ ეგ ძაღლმა უნდა მიკრიბოს. მე დღეს არ მიხდება მაინდა. მაგრამ დღეს დათარსული დღე მაქვს, რომ კარგად ააკვირდე, შეიძლება სადღაციდან მომაყდეს. მოკლედ დავდგი 2 ტაფა. ერთში კარტოფილი და ერთში პამიდორი მაქვს ხოლმე ესე ვამზადებ ხოლმე რა, უბრალოდ ვწვნი და მარილში 4-ად გაჭრილი, რომ მე კერძებში ვცხვარობ ხოლმე და ესე შეგიძლია მოიღო მაგალითად გადაწურო, წვენს არ ვუკეთებ უბრალოდ თვითონ უშვებს. და აყარო ზეთი, ხახვი და სალათა რა. ნუ ეხა ისეთი არ არის, მაგრამ არის. ხელი მეტკინა. ხო და გამოვიტანე ეგ, ხახვი მოვხრაკე, ბულგარულებით ჩავყარე, სტაფილოც ჩავყარე, ვხრაკავ და მოკლედ ეს უნდა მოვშუშო და პარალელურად ვარკეთებ კარტოფილს. ხო და ისა ამასობაში გავდივარ რომ თან ინდაურები რაღაცეები მოვასწრო, ქათმები გამოვუშვი რაღაცა და თან საათს ვაკონტროლებ. 25 წუთი იყო ნახევარზე გამოვდივარ. და არა ვარ ჩაცმული თან ეგეც ცუდ სახლის მოფაცხი. ხო და ხელი მიტოტკივა.
უცბად კაცო ჩაირთა მატორი რა, ანუ წყალი თუ არ გამოდის, მატორი ხო არ ჩაირთვება, არა და დაკეტილი მაქვს ყველგან. გამოვიხედე რომ მეთქი, სად რა ხდება მეთქი, ანუ არ დამინახია მეთქი რომ ვინმე მოსულიყო და ვინმე გამოსულიყო რომ ანუ ხელის დასაბანად გარეთ მოეშვა წყალი. არავინ არ არის, არა და ხმა ისმის შხრიალის ხმა, მატორი ირთვება. ამ ფიქრებში ვარ და ფეხები დამისვედა კუხნაში. დავიხედე დაბლა ხალხო და სავარაუდოდ ცხელში შემავალი. მე მგონი ცხელისაა ეგ. გახეთქილი იყო ის შლანგი. ვაიმე, პირველად მომივიდა ეგეთი რაღაცა რომ დგავარ. აი ზღილაკი ჩამერთა გვიან, აი აზრზე რო უნდა მოხვიდე რა, აი დგავა და უყურებ წყალი მოდის და ხარშავ ტვინში რა, რეაქცია ნული მაქვს. აი მე ვიტყობა ვიღაცამ დააჭირა. ვიღაცა ეს ჯოხს რატო ისე ვიქნებ თვალია გამოვიხარ. აი მე გავიქეცი, გადავკეტე. ისეთი ნაპორი მოდიოდა ხალხნო. რომ შემოდის, ანუ სოჩიკში ხო არის ჩამკეტი და რომ შემოდის აბანოში, იქაც დავაყენეთ ჩამკეტი. ჩავკეტი. ესე იგი მაინც უშვებდა რა. გავეცი მე გარეთ ყველგან გავაღე კრანები რომ სისტემა სწრაფად დაიცალოს მეთქი, მაგრამ არ იცლება, იმიტომ რომ აპარებს კიდე შემოდის. ახლა გავვარდი გარეთ, ეს ხდება 25 წუთზე, ნახევარზე უნდა გაჩერებაზე ვიდე. გავვარდი გარეთ. და სოჩიკიდან დავკეტე და აი ესე წითელი მეშუტკის გაჩერებაზე ვიყავი, აი წითელი 28 წუთი იყო რომ ოთახში ავედი სრულიად ლომპი კაკრაზ ლაშამაც გაიღვიძა და ანუ იმდენი დროც არ იყო რომ ლაშასთან ავსულიყავ, იმიტომ რომ რაღაცა უნდა მომიმოქმედებინა. ამასობაში მოვედით. ამასად არის ჩემი რა ქვია? რაღლო რა ქვია? ხო ქარახა შემოლაყა. არ არის. საშინკა. ხოდა ლაშას უთხარი რაღაცა ხდება იქა, მე ვთხარ წარღუნა კუხდაში ადე ჩახედე ჩქარა და მე გავდივარ. ესე იგი სად რა ჩავიცვი, სად რა შევიკარი, სად რა თმები შევიკარი გაჩერებაზე. ნუ ეხლა ჩემ თმაც არ დამივარცხ. ვერ მოვასწარი ხალხნა და გაჩერებაზე ვიყავი, რა ვიცი. როგორი გავარდნილი, აი ვერ გეტყვით. ხოდა ეხლა რა ვიცი. ხო დავკეტე ყველაფერი და ყველაფერი გავხსენი მე შიგნით რომ სისტემა დაცლილიყო, მიქსერი ლუპლუპებს სავარაუდოდ მიქსერი აღარ მაქვს. არა და ძვირიანი მიქსერი არ არის, მაგრამ წლებია მაქვს, მაგრად ვიყერებ. გარეთ დავდე, ანუ მან დაბლა რაღაცე მილაგია ხოლმე და ტოსტერები გამოვიღე. ორივე ვასწარი, მაგრამ მიქსერი აი ზედ ძირზე იყო და ვერ მოვასწარი. ლუპლუპებდა. ეს ჯოხი გადავაგდოთ. აქაც ორი ძაღლია, მაგრამ ის უკვე ისინი არიან ჯიგრები. აი ესეთი ამბები ვარ. ხოდა ხა მარშრუტკაში ისეთი კომფორტულ სკამზე ვიჯექი. ეგ მარშრუტკა არ მიყვარს ზოგადად, მაგრამ ისეთი კომფორტული სკამი იყო, აი რომ ჩავჯექი და რომ სკამი შემოგეხვა რა. აი კისერიც კი რო დავდე. ისე მესია მონა. კინაღამ არ დავიძინე ქალ და კინაღამ არ გავწდი, ეს ნახეთ. ბიმი, გოგო. როგორ ახარ ბიმი გოგო? აი მე რა კარგი გოგო არის ეს. ეს რა კარგი გოგოა, ეს რა კარგი გოგოა, ეს რა კარგი გოგოა. გოგო. მოგეფერო. მე გოგიფერო. გავუჩიებო ლამაზე ნახეთ ხელა ძაღლი განახოთ. ხალხნებო, ხელა განახოთ, ოღონდ ეს ძალიან ლის არის. ისინი იყვნენ უპატრონოები და შეიკედრე საქ და აჭრა. აუ, ხანძრებულა. დენაცა. აი, პატარა იაპონკები. ფენიქსი. ფენიქსი. გოგო ფენიქსი. საფრთხებელა გაუკეთებია გია. წარჩახ გაფოიჩალოთ.
წყლის ხმა სულის ისაკ. სალაკა. და სკუმბრია. აი აქ ხალხი და ხალხს საინტერესოს ხო როგორი სუფთაა. სუფთავის. სკუმბრიას რო ვაკეთებ ხოლმე. ესეც კი სასხლიანი. აი მე დეტან ლაშაბრაკნა. უშულა ტერიტორია. მოედით ჩვენს გასახდები. პირველ რიგში ვაღებთ პანჯარას და ავიხდით. გადი პეპელა, საიდან შემოგვიდი. comments დავინა ხო როგორ შევიკარე. აი ეს გუშინდელ ვიდეოში დავინახე და მაქვს მისხული. ბრალ თევზის სხვა რა იქნება. Nocia სამსახური სანამ წავალ გამიშრება სახში მეურყავას დავდივ აბა რა შეუძლია ტელეფონს ნახოთ შეუძლია და მუსიკია ერთი ბეწო ჩამოითრიე დაბლა აჰა გრაინა ხუნძლული მელი საათი 7:05 მეგონი გამიშრა და გამეწეწა ესა 25 აკლია 7 ეხა მოვა Ucuka. Ой, მე მოვახცე სახში და ცოტა ხანი წამოვწექი. იყოს დაანებე მე მივხედავ. იყოს. რა იყო? უიაგრად არის, სად არის თეთრი? სად არის დამალული ერთი ნახე აბა? ნუ გეშინია. შედი აბა ნახე მიდი, ნუ გეშინია აი გარებს არ გიზავ. მანდარი? აბა გომში ნახე. გომია თუ რაც არის. ეს რო მანდარი ეს რო გამოდის ეგ იმალება. ეხა წავალ ყავას მოვადუღებ და ჩემი თემი ჩამოვიდა და ნახოთ რა არის.
აი აქ ესე დაგსვათ. ჰა. აი მე რა კარგია დაჯდომა. რა. გავთიშო? როგორც კიდე რა ვიცი. ვიცი წამი მოაბრუნო ცოტა. აი ესე. ესე ტახტი თუ არეული არ შეამჩნევთ, მაგრამ არა უშავდა. დაულაგებიათ. ესა თემი უნდა გამეხსნა და ყავა მოვიტანე და ბარბარე გავოვიდა ფანდურით დედა ნახეო და ნახოთ. ოღონდ არ დამწო, არ ვიცი. როდის დაგცინი რა და რამეზე? როცა რაღაცას იწებ, ეგ უნდა აწიო ცოტა ზემოთ. არ მოვწიო ხმამეს. მარჯვენა ხელი აწიებ თლიანად ბეჭები, ხრები. ფანდური ესე. მე როგორც ის. არა, ხრები გაასწორე. ბარბარე, აი ეს გაასწორე. როგორ? ტანი გაასწორე და ფანდური დაიჭირე ისე როგორც უნდა დაიჭირო. აი ეს გაასწორე. აი ესე ფანდურის ჭერა არ შეიძლება. ვიცი. აი ეს. ძალიან დაძაბული ხარ. იონე მეც მასწავლა და დამო. ძალიან. აი მას ვუტყო მთელი ძალით. აი ვიცი. და არ უნდა გააკეთო. რა არის რა გდიოდი? მე ფანდურზე დავდიოდი. ძალიან კარგად უკრავდი. 2 ცალი 100 ფურცლიანი როული მქონდა სიმღერების და მამა ჩემის ბრალია რომ გადავაგდე. აი ესეც დავხსენი. ბამბიქტონის ჯოხს გავუკეთე ესენი და ჯორი გადავაგდე. და სამწუხაროდ მე ყველა სიმღერა დამავიწყდა. თუმცა რაღაცები მახსოვს. აი იმაზე იმუშავე, თორე ნუნები გეთკინება და გაკისკდება რო იტყვი. რატო გადაყვანე? იმიტომ რომ გამაფრასის. ყოველ ჯერზე მამა ჩემი ეს ნაბეღლავია. რომ კეიფობდნენ საძმაკაცო, მოდი და ის დედაგენათ მომწესვი. მოდი მამა გენაცვალოს და უკარიო და რინგის მე დაყაყანებდნენ. ეს რო გადავლე შეიძლება? აი მეცეგერს. ჩემი ამაისტერ. ილია შემიხია. ეს არის მასტერ კლასი თქვენ არასდროს სახში დაიხჩვევთ. ძალიან მინიმალური ბუზი რო დაგტრიალებს თუ ხედავთ. მანდაც რა მაგრა გამოჩნდა. მიკას იკუტილებ მოიცა. აი ეს ფარდა დამახვედრეს გაწეული. ხვალიდან სახში ვარ მივხედავ სახკარს. გავალაგებ ოთახებს, როგორც უნდა დალაგდეს წესით. და ორი სულიერი ნაგვისვე და რასთან რო დგაახოლმე, რომ ეს არ გადააგდო, ეგ მოგულა. იქ რო გავედი ამ შესახებად, სახელი გვარია უცხარია. ნანა მათიაშვილი თქვა და შენი არა დედა შენი სათვიში ცარია და მე რა უთხარი რომ ნანა მათიაშვილი თქვა. და სხვისი ეჭირა ხელში. ეს სხვათა შორის სანამ თურქეთში წავიდოდი, მანამდე მინდოდა, უბრალოდ ვერ მოვასწრე, როცა გავიაზრე, ვერ მოვასწრებდი. არაფერი განსაკუთრებული, ეს არის წამლების რა უნდა წაიღო, რომელი წამალი? არა, გეტყვი. როდის იყო რომ ესეთ რაღაცებს გატანდი ხა წამალს მოგცემს რომ თვითონებურად გაიგო. წამალზე გეუბნე. ვაიმე გაჩედით, წადით ცოტა ხანი. სიწყნარე მჭირდება. ქშა. დიდი ეხლა აი რა მაგარია მეთი ვერ ვიტყვი, მაგრამ ეხლა სად ლარნახევარი რაღა არის. ანუ ესეთი სრიალა და ანუ კაია რა, ეს უნდა გქონდეს. იმიტომ რომ უნდა გქონდეს. რომ ჩაიდო რაღაცა წაიღო წამლები მოიფარავს დააჭიროს, მაგრამ თავის კივილის, ელის, სამის, იმის მჭირდება ხოლმე. ხო გახსოვთ შოკოლადის ამბები, ყალიბების და რაღაცა, ეგ არ დამვიწყებია და წინაზე დამავიწყდა, რომ ესენც მინდოდა გავუმეწერა და ეხლა ავდექი და სულ ისეთი წვრილი რაღაცები გამოვიწერე და მე მგონი კაი ზომაა ჩამოსული. რა პაწაცია. რა მძიმეა. ეს უნდა იყოს დათუნიას ყალიბი. ეხლა არ ამკითხოთ. აბა გვანახეო. ვაიმე რა საყვარლობა უნდა იყოს, ნეტა იცოდი აუცილებლად ხვალე გავაკეთოთ ნინო. მე ნახება. ანუ ნახეთ, როგორ უნდა განახოთ. აი ესე უფრო ჩანს. შიგუნა ჩაასხა, ძალიან რბილია და
და გაციების შემთხვევაში წესი ძალიან ადვილად უნდა ამოძვრეს რა არის უნდა მოკლედ რაღაცა უნდა ქნა და ამოვიდეს. ძალიან საყვარლობა არის. ისინი უჩას ბეწვები რომ უნდა გქონდეს რაღაცა ფუმფულა. მაგარია. ხო. ეს მინდოდა იმ რაღაცეებისთვის. და ესეთი მეორედ რა მოვიწერე, იმედია ერთი. დიდია. და მაქვს ხომ ეწერა სილოთ. ხანი. იმედია ხანაირი, ანუ ეს ხოლე გავაკეთე. ნაყიდი კბილების ხსნი ამას. აბა ეს წუთი კოდი რამე აქვს ამას? ვაფშე? რა უნდა გაიგოთ? გეფიცელი. ზუსტად ერთი და იგივეა. არა და იქ სხვადასხვა იყო. გველაძუებო. აი უშ. 20 წელს გავყინავ ერთად, აი ეგრე. ხო, ეს მე საყვარლობა. ჩემი ძმის დაბადების დღე ხო იყო 5-ში და ანუ 5-ში უკვე ჩამოსული იყო ამანათ უბრალოდ კულერმა დაიგვიანა. ხო და დაჩქარი გავუყიდე. ეხო სიმბოლურად ყველას ჩუქნი ისეთ რაღაცებს, რაც ანუ სამსახურის სამყაროში რა, ისიც მე და გიო ერთად მუშაობ და მაგას აღებიზე ჩამოსაკიდე გეხვეწები. თევზების რაოდენობა ნახეთ და რა საყვარლები არიან. უკანა კამერით განახო. შეხედეთ თევზებს, ანუ არა ფიქსირებს კარგი. ვაიმე რა პაწაწინები არის უყურე. ვერცხლის ფერია. და 10 თევზი უნდა იყოს წესით. მედი შუქს გამოვურთავ, რომ უფრო კარგად აი ესე უფრო კარგად ჩანს. აუ კუდა რა ტვინი წაიღე. 2 4 6 8 10. აუ ძალიან საყვარლობა. აუ არა ფიქსირებს. აქ ჭირს ტელეფონო. აი ეს. ხო და ეს არის გიოსი. თან თევზაობაც უყვარს. აი მე რა მართლა რა საყვარლებია. ორცელი ხომ მოვასწრე. და საყურეთ გავიკეთოთ ნინო. სამსახურში თევზებში მუშაობ თევზის საყურეები. რა პრობლემაა? ეს არ მეკეთებ, მაგრამ პაწაწინები ამის მე რიგნა. მოკლედ ეს გიორგის ხარისხი კაია, სიმძიმე აქვს რაღაცნაირი, ძალიან მომეწონა. მოკლედ თემუს აი ესეთ რაღაცეებისთვის, აი ეს კრეატიული საჩუქრებისთვის ძალიან კაი რამეა, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ ბევრი ისეთი რაღაც აღმოაჩინე, რომელიც მეგონა რომ საერთოდ არ იყიდებოდა ეს ბუზი. ხო, აი ეს როდის ვიყიდი არ ვიცი. მაგრამ იცოდეთ რომ ჭირდებოდა. უბრალოდ რა იყო? ეს რომ უნდა მეყიდო, ფიქრობდი ვიყიდო თუ არ ვიყიდო, იმიტომ რომ ზომა კი ეწერა იქ, მაგრამ ამის რეალური ზომას ვერ აღვქვავდი. იმიტომ რომ ამის გაკეთების შემდეგ რომ პარკი მქონდეს, რომ ეს დათუნია შოკოლადები ჩავდეთ, ხო და ძალიან ფასდაკლებით იყო, თითქმის ლარი გადავიხადე და ალბათ არის არ ვიცი, არა წერია. არა წერია, მაგრამ რა ძალიან კაი. ანუ ამაში რომ დათუნია ჩასვა და თავისუფლად ჩაეტევა, ანუ ხა ეს დიდია, მაგრამ შიგნით დათუნია პატარა, ამას ააძრობ და ესე გადაკეცა და დააკრა. არის ძალიან მაგარი რამეა. ჯერ ნახოთ როგორ და რას გაამართლებს და მე აუცილებლად საამისოდ კიდევ ვიყიდი რაღაცებს. ანუ მე ხო გითხარით რაღაცა იდეა მაქვს მეთი რაღაცა ბიზნესად თუ არა, ყოველ შემთხვევაში სასაჩუქრად ნამდვილად ვაქცევ და ერთადერთხელ გავაკეთეთ, სალომე მასწავლებელს გავუკეთეთ და რა ვიცი. შედეგი დადო. თვითონ სალომე მასწავლებელს ძალიან აეწონა. მივხვდი. ესეც სასაჩუქრად არის ჩამოსული უბრალოდ ჯერ ადრე არის ამის მიცემა, ამიტომ ვერ გავხსნი და ვერ განახებთ. მე
სამასაყვალე ეს იმიტომ რომ ეს აიჭირავს რომ ნახავს და ამიტომ მოდი ამას საიდუმლოს დავტოვებ. აისო რამხელა ეს ორი რატოა? მე ორი გამოვიწერე. ერთი სხვანაირი და ერთი სხვანაირი. ეს უეჭველი თვითონ გაჩვენ შეიძლება. ხო, იმიტომ რომ მე ეს გამოვიწერე რამხელა. გახედე ის მამალინას ხوارცემს ჩადი ჩქარა სირბილით ჩადი. ო ეს დიდია. ნახეთ, იგივენაირია, უბრალოდ დიდია. მე ორი გამოვიწერე, ეს იმიტომ გამიკვირდა რომ სხვადასხვა გამოვიწერე მეთი და გამოვიწერე ეს და ეს ჩამოვიდა ორი. ძალიან დიდი მადლობა. წეღა ბოდიშს მოგიხდი, წეღა გველაძუა გიწოდე და ასე რომ ბოდიში. თემოს უწოდე გველაძუ. ეს გრძელი რა არის? აქ ნამდვილად არაფერი არ არის. ეს გრძელი რა? გამახსენდა. მოკლედ თან ამხა დაიწყებოდა და ვიყავით რესტორანში და გოგოებს ქონდა ესეთი ლაპარაკი რა რაღაცა ბიჭების კეითქა რაღაცა ესე რა და აი ხა უნდა დაუძახო ის მომაწოდე ისა და რა კარგიაო ესეთი ნივთი უნდა გქონდესო რა აღარ ვუთხრათო ვინმეც არ ვუთხრათო რომ აი ეს მოგვაწოდეო და ამიტომ ეს ნივთი ვიყით ანუ აგზი ხარ ჩვეულებრივი ჩანგალია ჭა სადღაცას მაგალითად აი აქ ვზივარ აი ბოთლთან არის ისეთი რაღაცა რომელსაც ვერ წვდები რა პრობლემაა აუ ძალიან მაგარია მართლა მაგარია ოღონდ კიდე ხوار აგრძელდება შულეს უფრო გრძელი გაიქნებოდა ოღონდ რეაქცია უნდა გადავიღო მე აუცილებლად ამას როცა გამოვიყენებ იმ ადამიანის რეაქციები უნდა განახოთ ეს ისეთი ნივთია რომ ჩანთაში უნდა გეტოს აუ თვითონ ჩანგლის ხარისხია ძვირფასი რესტორანში დამპატიჟეთ მაგნოლიაში რამდენი ხანი არ ავყოფილა დამპატიჟეთ რა ხო შეიძლება აი რესტორანში ვწავთ ეს მაგავშალა და იქიდან ავიღო ანუ როგორი მყარია იცი იმიტომ რომ დააწვიან მაგალითად ჩანგარს რაღაცას ანუ ამაში რო არ დატყდეს რა ძალიან კარგია იდეალური მანახე რა არ გადამინტრიო ეხლა მუხლობე ანუ ძალიან მაგარია თემუ უღრმესი მადლობა იმიტომ რომ ზუსტად ისინი ჩამოვიდა აი ესეთი წვრილმანებისთვის თემუ რა არის ძალიან მაგარი ეხლა ძირითადად თანხარად წაიღო ამებმა აი ამან ეს საჩუქრად მოყვა ესეც 9 რამდენი ბათრა მივეც 9 დანარჩენები ძალიან ისე კვიცინები ესეც არ აღიდა სხვა შორის არც ეს და არც ეს საჩუქარი იაფი რა ხა ის ნინო ხელებს ნუ ჩატიტყნე შიგნით რა იმიტომ ეს უნდა იყოს შოკოლადის ამას მე გამოვავლებ წყალს და ეს უნდა იყოს სუფთად ხელი ჩაყუდა ატრიალო და იქნიო ეგრე არა მე პატარა კონტეინერს იმას ვიზავ სადაც ამებს ჩავალაგებ და მართლა თუ ამების გაკეთება დავიწყე ძალიან კაი იქნება ხო ეს პარკი ამისთვის რამდენად კარგი იქნება ვერ გეტყვით სავარაუდოდ ამისთვისაც იქნება მოკლედ ნახოთ თემო მადლობა თემო ხათო თემო რა უღრმესი მადლობა ძალიან კარგი იყო ჩემო თემო მადლობა დიდი ესეთი კმაყოფილი არც ერთ ბოტანაზე არ აყოფილი ვარ მადლობა საჩუქრისთვის ხშირად გავაიარე ხოლმე დავედი ხალხო დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე ხო ისაო როდის დაგვეწევი ვიდეოები თუ აი ეს უკვე ამ საღამოს ვიდეოა და ამ საღამოსვე დავდე ხო მართლა ჩემს ახალ ტელეფონს წეღა დილანდელი ვიდეო რო დავდე ჩემს ახალ ტელეფონს ახალი ფუნქცია აღმოუჩინე ანუ თვითონ გალერეაში მონტაჟდება ვიდეო არანაირი აპლიკაცია არ ასჭირდება ეგ ჩემთანაც მისია მოჭერი გადაჭერი მუსიკა დაამატე რაღაცა რა ხო ჰონორების არის შენთანაც ხო არ არის შემთხვევით თავიდან ბოლომდე მონტაჟდება დიდი ვიდეო
ესეთი რაღაცა აქვს. აბა შემახელე. რით საჩევად. შენი ჰონორია. ჰონორია ესეც. აბა ამას რო უკან გამოსვლის ღილა კი არა და ჩემსა აქ უკან შევუდგინე. ეს ხო მოდელია ეს ხო. ხო დავაყენებთ რომ მაგასაც ეკრა. არა აქ ამას. გალერია სადაა შვილოჩები. მე მოკლედ ხო მე ვნახავ რა რაღაცნაირი არის. აი შექმნაში არის აი ეს ახალი ვიდეო. და რო დააწვევი ეგ შეგიძლია კლიპო რაღაცები და აი შექმნა. კაი. ესე იგი ამასაც ხო. ხო მე არ დავკვრები რომ მოკლედ როგორც აი ხლა იმ ძველ ტელეფონს ბევრი რაღაცა აღმოუჩინე, ისე ნენე რომ დავიწყე იმ კამერის ძიება, რომ კიდე რა კარგი და რაღაცა და ახალი გავიგო. ასე რომ დილას მაგით დავამონტაჟე ვიდეო და მეგონი ნორმალური ხმა ჰქონდა. წაველი ახლა აბა ხედა აბა ხო მომავალ ვიდეომდე დილის ყავამდე ალბათ